Გავბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც გითხარით, დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში დაგლოცეთ მამა. გილოცავ დღევანდელ დღეს. მე დაგლოცეთ, მე გილოცავ დღევანდელ დღეს და ამავე დროს ყველას ულოცავ განახლებას ჩვენი ეთერისა. მართალია, განთიაც არ იყო მოკლებული ჩვენი მაყურებელი აი ამ ბოლო პერიოდში, ძველი გადაცემა მეორდებოდა, მაგრამ სხვა როდესაც კვლავ ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდით და ალბათ ჩვენი მაყურებელიც გაიხარებს, იმიტომ რომ ხშირად გვირეკავდნენ ხოლმე, ხშირად გვეკითხებოდნენ, როდის განახდება განთიადი და მართლაც ისიც სასიხარულო დღე გახავთ. დღეს არის არა მარტო დიდმოწამე ბარბარეს ხსენება-ის დღე, არამედ ძალიან დიდი ღვთისმეტყველის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ბურჯისა და სვეტის იოანე დამასკელის ხსენების დღეც და ხანდახან ახლა მთელი ყურადღება გალერეის ხოლმე წმინდა დიდმოწამე ბარბარეზე, მაინც რაღაცა ბევრად ხალხისთვის ბევრად უფრო ესეთი მისი სახელი უფრო პოპულარულია, უფრო მეტი იციან მის შესახებ, მაგრამ იოანე დამასკელი, რა თქმა უნდა, საჭიროებს ჩვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას. მაინც აი ორი სიტყვა ჩვენ ყველანი ერთად უსმენდით აი ამ სიუჟეტს, რომელიც მინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძარზე იყო გაკეთებული. მინდა გითხრათ, რომ თბილისში რამოდენიმე ტაძარია, თუ არ ვცდები 8 ტაძარი უნდა იყოს წმინდა ბარბარეს სახელზე აგებული და რა თქმა უნდა არა მარტო ეს ტაძარი, რომელიც უშუალოდ ჩვენი ტელევიზიის სიახლოვეს არის, არამედ სხვა ტაძრები დღეს მეელსერიან და არა მარტო წმინდა ბარბარეს სახელზე აგებული ტაძრები, არამედ ბევრი სხვა ტაძარი, სადაც წირვა ტარდება. და აი მამა თევდორე მახსენა ის რომ გარდაიცვალენ, ესე იგი უეცარი სიკვდილით მოიკლენ ისინიც, ვინც იყვნენ ტანჯველები წმინდა დიდმოწამის. ანუ ფორმალურად რო ავიღოთ არა, ესე იგი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე შედეგი დგება. წმინდა ბარბარეს გარდაიცვლება, მას მოკლავენ და გარდაიცვლებიან ისინიც, ვინც მონაწილეობენ მის მკვლელობაში. მაგრამ სიკვდილიც არის და სიკვდილიც, ანუ ერთისთვის ამ შემთხვევაში წმინდა ბარბარესთვის ეს იყო დასაწყისი მარადიული დიდებისა, მარადიული ნეტარებისა და მეორეთათვის ეს იყო დასაწყისი მარადიული ტანჯვისა. ანუ თუ როდესაც ესეთ ფაქტს ვიგებთ არა, განსაკუთრებით ალეეკლესიური ადამიანების შეიძლება ეს იყოს, აი თანაბარ მასში დგებოდეს ეს თანაბარ პოზიციაში ეს ორივე ფაქტი, მაგრამ სინამდვილეში მოწმული ადამიანმა ძალიან კარგად იცის რას ნიშნავს წმინდანის აღსრულება, წმინდა ცხოვრების ადამიანის აღსრულება, ვინც თავს დებს სარწმუნოებისთვის და იმის აღსრულება, ვინც პირიქით სარწმუნოებას ებრძვის და მოწმული ადამიანს ებძვის. მაგრამ მე მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება ერთ მომენტზე წმინდა ბარბარეს ცხოვრებიდან. ჩვენ ახლა არ ვაპირებთ მის ცხოვრებას დაწვრილებით საუბარს, იმიტომ რომ ეს იყო სიუჟეტში, ეს იქნება ჩვენს კალენდარში. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ერთი მომენტისთვის მიგვექცია ყურადღება. ეს გახავთ ის თუ როგორ მიდის წმინდა ბარბარეს სარწმუნოებაში, წმენაში. ის იბადება წარმართულ ოჯახში, წარმართულ წიაღში, ესე იგი ისეთ სიტუაციაში, როდესაც არ არის ხსენება ერთი ღმერთისა, არ არის ლაპარაკი ქრისტეს შესახებ და ბუნებრივია, რომ აი ესეთ გარემოში გაზრდილი ადამიანი უფრო მეტად ლოგიკური იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ისიც გაყვებოდა თავის წინაპრების წარმართულ გზას. მაგრამ წმინდა ბარბარე რჩეული ჭურჭელი იყო, როგორც ჩანს ღვთისა თავიდანვე და ის უფიქრდება თავის ცხოვრებას და უფიქრდება გარემომცველ სამყაროს. განსაკუთრებით ბუნებას. და ხედავს, რომ აი ბუნებაში იმდენი რამ კარგონზომიერება, ისეთი ჰარმონიაა, რომ არ შეიძლება რომ აი ეს იყოს შემთხვევითი. ამიტომ ის სვავს კითხვებს პერიოდულად. ვინ შექმნა ეს ყოველივე? ვინ შექმნა ესეთი ჰარმონია? მას პასუხობენ, რომ ეს ჰარმონია შექმნეს ჩვენმა ღმერთებმა. და ის ფიქრობს, კი, მაგრამ როგორ შეეძლოთ ღმერთებს, კერპებს შეექმნათ ეს ჰარმონია, როცა თვითონ ისინი ადამიანის ხელისგან ხელით არიან დამზადებულები. ანუ მას არ აკმაყოფილებს ეს პასუხი, იმიტომ რომ იგი ხვდება, რომ რაღაცა სხვაგან უნდა
ეძებოს მან პასუხი აი ამ კითხვაზე და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ბუნება არის ღვთის გადაშლილი წიგნი. ესე იგი, ბუნებაში ჩვენ შეიძლება მამოვიკითხოთ ღვთის სახელი. იმიტომ რომ მართლაც იმდენი სასწაულის მომსწრე ხვდები ჩვენ, როდესაც ვაკვირდები მცენარეთა სამყაროს, ცხოველთა სამყაროს, ცას ვარსკვლავებს, რომ არ შეიძლება რომ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, მართლაც ობიექტურად, ლოგიკურად აზროვნებს, ის არ დაფიქრდეს და არ დაინახოს ყოველივე ამაში ხელი უფლისა. აი განსაკუთრებით პირველი საუკუნის მამები და შემდგომი მამებიც ხშირად აღნიშნავდნენ, რომ თვითონ ბუნებაზე დაკვირვებით ჩვენ მივდივართ ერთი ღმერთის აღიარებამდე. აი მაგალითად ერთ-ერთი მამა ასეთ რამეს ამბობდა, აი ჩვენ როდესაც დგავართ ზღვის ნაპირას და ვხედავთ, რომ გემი მოძრაობს, გემს ხედავთ. ეხლა ჩვენ ვერ ვხედავთ მესაჯეს ამ გემის და ვერც მეზღვაურებს ვერ ვხედავთ, მაგრამ უეჭველი დაკვირვება ამ გემზე, მის მოძრაობაზე ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ აუცილებლად ამ გემს ყავს ვიღაც მესაჯი. და ასევე, როდესაც ჩვენ ამ ბუნებას ვაკვირდებით, არ შეიძლება ჩვენ არ ვიფიქროთ, რომ შეუძლებელია, რომ ეს ყველაფერი არ იყოს ან უფლის შექმნილი და ამავე დროს უფლის მიერ წარმართული. და სხვათა შორის და ითქვას, რომ აი ესეთი ცოცხალი აქმა ბუნებისა შემდეგ თანდათანობით დაიკარგა ბევრ ადამიანში და აი თქვათ ის რაც ესმოდა წმინდა ბარბარეს თავისი უბრალო აქმით და უბრალო დაკვირვებით, არა შეიძლება ვეღარ გაეგო მე-19-20 საუკუნის ათეისტს, რომელიც ცდილობდა რომ ყველაფერი მეცნიერულად შეექმნა და უკაცრავად ყველაფერი აეხსნა თითქოს მეცნიერულად, მაგრამ ეს მეცნიერული აღქმა და ახსნა იწყებოდა რაღაცა ეტაპიდან და იმის წინ ვერავინ ვერ მიდიოდა მაინც, იმიტომ რომ ის თავიდან გასაგებია თქვა რაღაცა ეტაპზე ვიღაცა მოინდომოსა რაღაცის ახსნა, მაგრამ აი თავიდან როგორ შეიქმნა სამყარო? სამყარო იყო რაღაცა ესე ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებოდა ხოლმე. ამიტომ იმის თქმა გვინდა რომ მართლაც ვინც ამას ხედავს სხვა თვალით, სხვა აღქმაც აქვს მას ყოველივეში და რაღაც თქმა უნდა ბუნებაში კითხულობს უფლის სახელს. ამავე დროს არ შეიძლება არ ითქვას ერთი რამის შესახებ. აი ჩვენ როდესაც ვესწრებოდით სვანეთში ეს კონფერენციას სვანეთი ქართული კულტურის სავანე რამოდენიმე წლის წინ იქ იყო ძალიან საინტერესო მოხსენებები, ამავე დროს ბევრ საინტერესოს ათვალიერებით და ნახულობდით. და ერთ-ერთ მოხსენებაზე ჩვენ გაგვაცნეს სწორედ ესეთი ინფორმაცია და მე მგონი ჩვენ გვექნება ამ დღეებში საშუალება იმისა, რომ ჩვენ მაყურებელსაც უფრო დაწვრილებით მოვუწყოთ ამის თაობაზე, რომ ძალიან ბევრი წმინდა ბარბარეს ტაძრები იყო სვანეთში. და ბუნებრივია ახლა ჩდება კითხვა კი, მაგრამ რატო, როგორ, საიდან, რატო ესეთი ყურადღება და ასეთი ახსნა ძალიან საინტერესო ახსნა შემოგთავაზა ჩვენ ერთ-ერთმა მეცნიერმა, რომელმაც თქვა, რომ გარკვეულ პერიოდში სვანეთში იყო დიდი ინფექციური დაავადება. მოგეხსენებათ, მაშინ ინფექციური დაავადება ძალიან ესეთი საშიში იყო, ასე ადვილად მის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები არ არსებობდა და ბევრი ადამიანი იღუპებოდა და ამ დროს თურმე ევედრებოდნენ განსაკუთრებით წმინდა დიდმოწამე ბარბარეს. იმიტომ რომ ის ზოგადად ითვლება განსაკუთრებულ მეოხად აი ასე დროს. აი მის ტროპაშიც ვკითხულობთ ჩვენ უბრალოდ ქართულებით და განშვენებულო, წამებით და გავწყინებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუქთა კურნალო. მოწამეო ბარბარე მეოგვეყავ ჩვენ წოდულთ. აი სენთა და ბუქთა, ეს ბუქთა არის სწორედ ინფექციური დაავადების დროს გაჩენილი კანზე რაღაც გარკვეული ის წარმონაქმნები რო ჩდება. და აი მართლაც წმინდა დიდმოწამე ბარბარემ ისმინა ვედრება, შეჩერდა ეს დაავადება და შემდეგ მადლიერების ნიშნად აშენდა ტაძრები. ანუ ეს ქრისტიან ადამიანს მადლიერების გზნობა განსაკუთრებულად გამორჩეული ქონდა უწინდელ დროში. ეხლა ცოტა მე მეჩვენება, რომ ცოტა ვკარგავთ. სხვათა შორის პატრიარქმა იმ დღეს იქადაგა სწორედ აი ამ მადლიერების გზნობაზე. არდა სპეციალური ლოცვა არსებობს მღვდლის მიერ წასაკითხი, სამადლობელი ის როცა რაიმეს
კარგი აღსრულდება, როცა იმე ქველმოქმედება აქვს თვისი მხრიდან მოწყალება, წყალობა და ამას არ უნდა ვივიწყებდეთ. უნდა ესე გაჩნდათ წმინდა დიდმოწამე ბარბალეს ესეთი მრავალი ტაძარი. სვანეთში ასე რომ ბევრი საინტერესო რაღაც ისინი იძებნება ხოლმე. საინტერესო კავშირები წმინდა ბარბალესთან ჩვენ ქვეყანასთან. რაც შეეხება მეორე წმინდას, წმინდა იოანე დამასკელს, მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა, აქაც ძალიან მოკლედ შევეხებით, მხოლოდ ერთ საკითხს შევეხებით იოანე დამასკელსთან დაკავშირებით. ეს არის ის საოცარი თხზულება, რომელიც მან დაგვიტოვა ჩვენ, ბევრი დაგვიტოვა, მაგრამ ერთ-ერთს გამოვარჩევთ იმესე, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გარდამოცემა. ეს არის შეკრება, შეჯარმება მთელი უწინდელი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისა. მოგეხსენებათ, წმინდა იოანე დამასკელი მე-7 საუკუნეში ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და აი ამ პერიოდისთვის უკვე რაც იყო დაგროვილი საღვთისმეტყველო ცნობა და მინდა გითხრათ, რომ უკვე ყველა დიდი განსაკუთრებულად გამორჩეული ღვთისმეტყველთა უმრავლესობას უკვე თავისი შრომა და ღვაწლი გაწეული ქონდა ღვთისა და ეკლესიის წინაშე. მან ეს ყველაფერი შემოკრიბა, თემატურად დაალაგა და მოგვცა ბრწყინვალე სახელმძღვანელო მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. ეს არის თავებად დაალაგებული, ჩვენ თუ გაინტერესებთ ყოვლადწმინდა სამების შესახებ, ყოვლადწმინდა სამების პირების შესახებ, ქრისტეს შესახებ, ქრისტეს ორი ბუნების შესახებ, აღდგომის შესახებ, ბევრი სხვადასხვა საკითხებია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და ასე შემდეგ. თუ ეს საკითხები ჩვენ გვაინტერესებს, ამის გაცნობის და შესწავლის საშუალებას ჩვენ გვაძლევს მასაც ეს უკტავი თხზულება, რომელიც ალბათ ყველა ღვთისმეტყველებით დაინტერესებული ადამიანისთვის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს და მართლა დიდი წყალობა არის ჩვენზე, რომ ჩვენ შეგვიძლია ამას გავეცნოთ არა მარტო ძველ ქართულად, არამედ ახალ ქართულად. ძველი ქართული ორი ბრწყინვალე თარგმანი გვაქვს ჩვენ. ერთის ავტორი გახლავთ წმინდა ეფრემ მცირე და მეორეს ავტორი გახლავთ არსენ იყალთოელი. ახლა ძველი ქართული ცოტა ძნელი გასაცნობია, იმ მხრივ რომ სპეციფიურ ცოდნას მოითხოვს, არა მარტო ენის შესწავლის თვალსაზრისით, არამედ საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის გასაცნობა და ჩვენი ტელემაყურებლების უმრავლესობას აქვს საშუალება, ექნება საშუალება უფრო ადვილია მათთვის, რომ გაეცნოს ის ახალ ქართულ თარგმანს, რომელიც 2000 წელს გამოვიდა და მისი ავტორი გახლავთ ბატონი ედიშე ჭელიძე. მან ძველი ბერძნულიდან თარგმნა ეს და რა თქმა უნდა, ეს უკვე გაცილებით უფრო მეტ ფართო ასპარეზს გვაძლევს ჩვენ იმისა, რომ შევისწავლოთ მართლმადიდებლობა, ვიცოდეთ ის, რაც გვწამს. ჩვენ ამ ხრივაც ისინი გვაქვს ცოტა ჩავარდნები გვაქვს ხოლმე, იცით? ისე ხდება, რომ კი, მართლმადიდებლები ვართ ყველანი, ჩვენი მრევლი ბუნხურვალია, უყვარს ეკლესია, მაგრამ აუცილებელია, რომ კარგადაც იცოდეს სარწმუნოება. რა წამს, როგორ უნდა გწამდეს. და ეს ცოდნა არ არის უმნიშვნელო რამე ღვთისმეტყველებისა და მე ვფიქრობ, რომ თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტ დაინტერესებას გამოიჩენენ ჩვენი მორწმუნეები, ჩვენი მრევლი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების მიმართ და აი ამ გზაზე, აი ამ სწავლის გზაზე და შეცნობის გზაზე, რა თქმა უნდა, მათ ძალიან წაადგებათ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მათაც უკტავი თხზულებები. დიდი მადლობა, მამა. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესოებისათვის 9 საათი მოახლოვდა და ბუნებრივია ერთად ავავლენთ 9 საათის ლოცვას.